ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამჯერად მიგრაციაზე საუბრობს. მანამდე ოცნების პრემიერმა მსგავსი ვიდეოთი დაანონსა ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან ბრძოლა. კობახიძე ამბობს, რომ მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. მან კონკრეტულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა. საქართველოს მოსახლეობა 3.914.000 შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257.000, ანუ მოსახლეობის 6.6%. დაზუსტებისთვის ამაში შედის ყველა უცხოელი საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით. საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70%, ანუ 180,000 ადამიანი, პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან. აქედან სულ მცირე 40,000 ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან და ქართული გვარის მქონეა. საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4%-ს თურქები, ხოლო 3.7%-ს ირანელები შეადგენენ. ანუ გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჩამორიცხილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7%-ია. ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ ყავს. კობახიძის თქმით, ქართული ოცნება ქვეყნის არალეგალი მიგრანტებისგან გასათავისუფლებლად მიგრაციის დეპარტამენტს კიდევ უფრო გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი. პირველ რიგში ვაძლიერებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგცემს ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20,000-ზე მეტ შეადგენს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. კობახიძე მიგრაციის საკითხზე საუბარი ოცნების ჩვეული პროპაგანდისტული გზავნილით დაასრულა. ქართული ოცნების პრემიერი ირწმუნება, რომ მისი ხელისუფლებისთვის ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა უმთავრესი ამოცანაა.